ვერაური გვერდს ამ საკითხს, აი ეს ჭარბწონიანობა, ეს შედეგი, რომელიც ამ მავნე ხელისუფლებამ ჩაიდინა, სწორედ ეს შედეგი იყო, რაც მოიტანა მათმა პოლიტიკამ. იმ პროფესორების და პედაგოგებისგან განსხვავებით, ნამდვილად არგუმენტებით ვიყავი მე მისული ბატონ ირაკლისთან და მშვიდობა, რევოლუცია, განათლება, რელიგია, სპორტი და ჭარბწონიანობა ერთად. მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტის სასახლეში წლიური მოხსენებით წარსდგა. რომ განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპული ბიუროკრატია უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ხელმძღვანელობს ორმაგი სტანდარტებით. ეს არის მისი მეორე მოხსენება ქართული ოცნების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ 2024 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. სიტყვით გამოსვლა 9 საათი გაგრძელდა. მოხსენება აგებული იყო ეროვნულ, სუვერენულ და ქრისტიანულ ნარატივებზე. უკვე აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად და სტრატეგიული მიზნების მისაღწევად დიპლომატიური მიდგომების პარალელურად უფრო და უფრო ინტენსიურად იყენებენ ხის ძალას. დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ ის ზეწოლა და შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან, მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოში და მთლიანად რეგიონში პროცესების ესკალაციას. არსებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით ეფექტიანად მოქმედების შემთხვევაში შეგვიძლია, რომ საქართველო საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის საკვანძო ქვეყნად ვაქციოთ. ხელი შეუწყოთ აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკურ ინტეგრაციას, განვამტკიცოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ჰაბის სტატუსი და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან კავშირი კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ. რომ განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპული ბიუროკრატია უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ხელმძღვანელობს ორმაგი სტანდარტებით. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ უჭირთ შეგუება, რომ საქართველო არის სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო. ისინი ჩვენს ქვეყანას თავიანთი გეოპოლიტიკური პროექტის ნაწილად აღიქვამენ, რომლის ფარგლებშიც საქართველო მათ მიერ დასახული კონკრეტული მიზნები უნდა შეასრულოს. მოუწევთ მათ შეგუება, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული სახელმწიფო. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენი მხრიდან დაფიქსირებულია სრული მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ურთიერთობის სუფთა ფურსიდან დაწყების შესახებ, რაც გამოიხატა პარტნიორობის გზამკვლევის შეთავაზებაში, რომელშიც დეტალურად იქნებოდა გაწერილი ორი ქვეყნის ინტერესები. ისიც ფაქტია, რომ ჩვენს ხედვებს შორის მრავალი მიმართულებით არსებობს. დახვედრა შესაბამისად ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მით უფრო მსოფლიოში დღეს არსებული რთული და არაპროგნოზირებადი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. გრძელვადიანი წარმატების მიღწევა შეუძლებელია განათლებული და პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების გარეშე. სახელმწიფოს მიზანი კი ისეთი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება უნდა იყოს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს, სამშობლოს სიყვარულს, ჩვენი წარსულისა და აწმყოს გააზრებას დაეფუძნება და თანამედროვე გამოწვევების პირობებში საქართველოს წინაშე არსებული სირთულეების დაძლევაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენი მიზანი ისეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს, რომელიც ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას ჩვენს მომავალ თაობებს ადრეული ასაკიდანვე აზიარებს. სწორედ ამ სულისკვეთებით არის ნაკარნახევი დაანონსებული განათლების რეფორმა, რომელიც როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების ფაქტობრივად მთლიანი სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს. სპორტის განვითარებასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია სპორტით განვითარება. ვერაური გვერდს ამ საკითხს მე აქ ვიყავი პარლამენტში, როცა ჩვენ არაერთი კვლევა ჩავატარეთ სპორტის კომიტეტის მეშვეობით და აქ საგამოძიებო კომისია იყო წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით არაერთი მავნე დანაშაული გამოვლინდა, მაგრამ კიდევ ბევრი არის აღსანიშნავი, რომ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც ამ საკითხს ეხება, ამ ხალხმა, აი განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს.
ამ სპორტის უნივერსიტეტის ის რაც სპორტული ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურა გაანადგურეს, ამასთან ერთად სპორტის უნივერსიტეტი გაანადგურეს და გააუქმეს და 7 წლიანი პაუზა იყო და დეფიციტი შეიქმნა სკოლებში სპორტის მასწავლებლების. ჩვენ აქ არაერთი კვლევა ჩავატარეთ და შოთა ხაბარელი დამეთანხმება და ფიზიკის, ისტორიის და ქართულის მასწავლებლებს ჰქონდათ შეთავსებული სპორტის გაკვეთილები. არც კი ატარებდნენ და ამან რა გამოიწვია, რა კვლევაზე მაქვს საუბარი, ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ერთად ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და საქართველოს არაგადამდები დაავადებების სიკვდილიანობის სტატისტიკით ერთ-ერთი მოწინავე იყო ევროპის ქვეყნებში. ეს დაახლოებით 7-8 წლის წინ გავაკეთეთ ეს კვლევები. აი ეს ჭარბწონიანობა, ეს შედეგი, რომელიც ამ მავნე ხელისუფლებამ ჩაიდინა, სწორედ ეს შედეგი იყო, რაც მოიტანა მათმა პოლიტიკამ, რომ განადგურებული სპორტული ინფრასტრუქტურა და სპორტის მასწავლებლების დეფიციტი და საერთოდ დაახლოებით ჩვენ სხვათა შორის ბატონ პრემიერთან ერთად ამ საკითხებთან მიმართებაში არაერთი დისკუსია გქონდა იმ პროფესორების და პედაგოგებისგან განსხვავებით, ნამდვილად არგუმენტებით ვიყავი მე მისული ბატონ ირაკლისთან და დღეს რომ ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში მულტიფუნქციური სპორტული ობიექტები, სწორედ ეს არის პასუხი, რომ როგორმე სასწრაფოდ უნდა შევქმნათ ეს ინფრასტრუქტურა, რომ ჩვენი მოსახლეობა ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესით და დასაცხოვრებაში და სპორტული აქტივობებით იყოს დაკავებული, რომ როგორმე გავზარდოთ იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც სურვილი ექნება, რომ სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდეს.